მოგესალმებით ყველას. ჯერ ოქტომბრის შუა რიცხვებიც არ არის, მაგრამ უკვე აცივდა საკმაოდ თბილისში. ისე აცივდა, რომ გეგონება ვიღაცას რუსეთის კარი დარჩა ღიაო. თუმცა მოსკოვში ქართველების მიერ ისეთი ცეცხლი დაინთო და ისეთი სითბო დაგროვდა, იმედი მაქვს, რომ ეს სითბო უკან დაუბრუნდება სითბოსვე სახით და Здравствуйте, თქვენ ალბათ მივხვდით პატრიოტული ტელემაყურებლებო ნაშტომი ნამიკაი. ასე რომ რუსთავის ეთერშია მიხეილ ხუბუტიას მიერ მოსკოვში ორგანიზებული თბილისობის სახელობის სოციალური ცელის მე-14 გამოშვება. ეხ, ჩვენი დღევანდელი გადაცემა თბილისობის სახელობისაა. თუ რატომ ალბათ იცით ახლა ბევრმა უკვე თბილისობა გაიმართა მოსკოვში, როგორც უკვე აღნიშნეთ მიხეილ ხუბუტიას მიერ ორგანიზებული. იყვნენ ქართველი მომღერლები, ჩასულები, ანსამბლები, გამოვიდნენ იქ ქართველების წინაშე. ამას დიდი მოთქმა მოყვა რა, დიდი აჟიოტაჟი იყო, კი ეს აფიშა არის, დიახ ეს გახლავთ, სად ერმიტაჟ, თბილისობა მოსკოვი. და რა ვიცი, დიდი აჟიოტაჟი მოყვა. მართლაც ზოგი ამართლებს ამ ხალხს, რომ რა მოხდა ეს იყო კულტურული ღონისძიება, ზოგი იძახის, რომ ესენი არიან ერის მოღალატეები და მე მგონია, რომ არ შეიძლება ყველაფერში პოლიტიკის გარევა რა. არ შეიძლება ამ შემთხვევაში პოლიტიკა გარევა, ეს იყო უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი კულტურული ღონისძიება, რომელიც მოაწყო ბიზნესმენმა, ქართველმა ბიზნესმენმა, მიშა ხუბუტიამ, ვინც არის მიშა ხუბუტია, გეტყვით, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს დაიწყო ომი რუსეთთან და პუტინი მოსწონს სხვათა შორის აგერ მისი ფოტოც პუტინის მაისურით ხედავთ ხოლმე ეს არის ბიზნესმენი კაცი რა შუაში აქვს პოლიტიკა და რაღაცა ვერ გავიგე ამ კაცის მოწყობილი ის არ ვიცი მაგრამ ჩვენი წამოგება ძალიან ადვილია ესეთ ანკესზე და ხალხი რა ის არის ხოლმე ამან გამოიწვია ალბათ რომ თვითონ ქართულ ინტერნეტ სივრცეშიც რაღაც ქიშპი და ერთმანეთისადმი დიდი ესეთი უკმაყოფილების გამოხატველი პოსტები დაიდო აი მაგალითად ესეთი ერთ-ერთმა ჩვენმა კოლეგამ და მეგობარმა დაწერა ესეთი სტატუსი ანუკა ჟორჟოლიანმა რა მოკლე ყოფილა გზა წაღვერიდან მოსკოვამდე ანუ ეს ნინო ჩხეიძის გამოსვლას მიუძნა თუმცა არ დაახანა რა თქმა უნდა ნინო ჩხეიძემაც და ესე იგი ესეთი პასუხი გასცა ძალიან მომბეზდით თქვენი ფსევდოპატრიოტიზმით საქართველოში ყველა უსაქმური ვითომ პატრიოტი და პოლიტიკოსია Postscriptum, გუშინ კითხვა დასვეს რამდენია მანძილი წაღვერიდან მოსკოვამდე. წაღვერიდან მოსკოვამდე 2 საათია მანძილი და წყალტუბოდან ლონდონამდე ნამდვილად არ ვიცი და ბევრი სიცილები ესე უკბინა მამაკას. რა ვიცი, რადგან პატრიოტიზმზე ჩამოვარდა საუბარი, მე მომხრე ვარ მაგალითად თბილისობა ჩატარდეს მოსკოვში ან თუნდაც სხვა ქვეყნის ქალაქებში, იმიტომ რომ ისე ბინძურდება ამ დღეებში. თბილისი, ჯობია რა მოიწყობა, რა? არა, ხო, ოქტომბერფესტის გადააქვთ ახლა გერმანიიდან მოსკოვში.